დილამშვიდობისა, ეს არის ფიტნეს კლასი ალექსანდრასთან ერთად, ეს არის დათო შაპირო, რომელიც დღეს მე ჯიმერჩიდან დამეხმარება, რომ სწორად ვივარჯიშო. დღესდღეობით, ანუ ამ ჩართვაზე ჩვენ უნდა ვავარჯიშოთ წელი და ზურგი. წელი და ზურგი. პირველ ჩართვაზე ჩვენ გავახურებთ წელს, რომ შემდეგ ზურგი უფრო გადავიდეთ ზურგზე და დაკეთოთ, ხო? კი ბატონო. ხერხემლისთვის ეს არის ძალიან სასარგებლო. კი. და აუცილებელი. კი ბატონო. ძალიან. მალებისთვის, დისკებისთვის, ყველაფერთვის. კი, აუცილებლად ყველაფრისთვის. მით უმეტეს ზურგს რო ვავარჯიშოთ, წელი უნდა იყოს ძალიან გახურებული. ძალიან გახურებული. მოკლედ ეს ტყუილად არაფენია, მე უნდა გადავინაცვლო. უნდა დავწვე. კი. მო თავიდან ვიწყებთ ამით. აჰა, დავიწყოთ ამით. კი, თავიდან ჰიპერექსტენზიით დავიწყოთ. ეს ძალიან მიყვარს ეს ტრენაჟერი განსაკუთრებით წონით, კი. აბა რას ვაკეთებ, აუხსნათ ახლა მაყურებელს, მე კი ვიცი. ქვემოთ ჩადი, всё, საკმარისია და ამოდიხარ სწორდები, კი. და ამოდიარ. აი, ახლა ეს ზედმეტია. აი, აქამდე ამოდი. ესა. ხო, კარგად უნდა გავახუროთ 20 გამეორება მინიმუმ. აჰა, ესე იგი 20 მინიმუმ გჭირდება საკუთარი წონით. კი, კარგად რომ გავახუროთ. ხო, და მე უკვე წონას რო დავიდებთ, შეგვიძლია მე უკვე წონას ხელში ვიჭერთ. კი. ჰანტელს რამდენი შეგვიძლია იმის და ნელ-ნელა ვზრდით. და მე ვამცირებთ გამეორებას. ანუ სწორად ვაკეთებ ხა? კი ბატონო. ხო, გზნობ ამას ახლა რომ იჭიმება, ხურდება. ადგები გაჭიმული იქნები, არა. ხერხემლის პარალელური კუნთები, ხო, დათო? რამდენია დათვალე? არა. 15. 13? 18, არა. არა, 14. 19. всё, 20. ეს არის ტონის გარეშე. კი ბატონო. დავუშვათ, დავამატეთ რამდენი წამში. წონა ვიღებ ჩოოლებრივად ბლინს რამდენ კილოიანს უძღვინა და ის ვიწყებ უკვე ბლინით. კერძთან ახლოს ან ჩაშვებით. არა, ეს კერძზე გვაქვს მოჭრილი. კი, შეგვიძლია აქ დავიდოთ უკან, შეგვიძლია წინ დავიჭროთ. ანუ ჰანტელი. კი ბატონო, ესე იგი ეს გავაკეთეთ 20 რამდენიმე წამი ვისვენებთ, მე წონას ვამატებ და კიდევ 20 ვამატებ. ვაკეთებ და უკვე სამუშაო გამეორებებს და მე უკვე გადმოდივართ აქეთ. აჰა. კი ბატონო. აქ წები მუცელზე. მუცელზე წები, ხელები გაშლილი, ფეხები გაშლილი. ხელები, ფეხები წინ. და იკაცები მეორე მხარეს ახლა უნდა ამოიწიო ხზემოთ. თავი, ყველაფერი უნდა აწიო და ცენტრისკენ. აი ეს. კი, კაია. ფეხები შეატყუპე ცოტა. კაია. იგივე შეიძლება მე მგონი გვერდზე გადასვლით, ხო? ესე. ესე თუ ეს უკვე ზედმეტია. უკვე შენ თუ დაამატებ შენ. აჰა. ანუ ესეც საკმარისია იმ შეების მისაღებად, რაც კი, ხო გძნობ წელს როგორ იტვირთება. კი, რა თქმა უნდა, იგრძნობა. ეს ცოტა გართულებული ვარიანტია, იმიტომ რომ აქ ფეხების ჩართულია, ხელების ჩართულია, ყველაფერი ჩართულია. კი, უკანა. ეს შეიძლება 20 არ გააკეთო, შეიძლება 10-12 ჯერ გააკეთო. ხერხემლის გარშემო ყველა კუნთი და მე მგონი ძალიან შედეგიანია ეს. და საკმარისიც არის. მატრასზე საკმარისიც არის. ხო, მით უმეტეს პირველი ჩართვისთვის საკმარისია რამდენიმე წუთში. ისე დავბრუნდებით, რომ კვლავ გავაგრძელოთ ჩვენი გახურებული ზურგის კუნთების ვარჯიში. ასე რომ დროებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩვენ ისევ ჯიმერჩი ვართ, ეს არის დათო, ჩემი პერსონალური ტრენერი, ჩემი პერსონალური მწვრთნელი, რომელიც მასწავლის თუ როგორ უნდა ვივარჯიშოს სწორად. და რა თქმა უნდა, თქვენს გირჩევთ, რომ ყველა მისი რჩევა და ნათქვამი გაითვალისწინოთ და კარგად დაიმახსოვროთ, როცა წახვალთ სატრენაჟერო დარბაზში, ან უბრალოდ მოინდომებთ სახლში ვარჯიშს. დათო, კიდევ ერთხელ გამარჯობა. ჩვენ ზარმაცებივით ჩამოვждდები შევედით. დავახურეთ, დავიწყოთ ზურგის ვარჯიში. წელი უკვე გახურებულია? კი. ვიღებ ჩაოლებოთ ღერძს. ეს არის ღერძი, შტანგის ღერძი. წელი უნდა ქონდეს ჩაგდებული კარგად. კი ბატონო. ოდნავ გადახრილი ხარ. შემოიღე. წელი ჩაგდებული გვაქვს, ოდნავ გადახრილი და წინ ხრით ფეხს. აბოცადე. კი ბატონო, აბოცადოთ. მიდი. ხერხემალი გასწორებულია. აია. აი ეგრე. კაია. ძალიან კაია. 10 ჯერ გააკეთე საკმარისია და მე გადავიდეთ განტელებს. მანამდე განტელებს. ჰოპ. აქ ზურგის გატვირთულია, ზურგით გვიჭირავს წონა, ფაქტიურად ეს ჩამოკიდებული რაც არის ხელები. ოღონდ ხელებით არ წამოდეს, შემოიტანე ზურგით შემოიტანე. ხო, აი გრძნობ საკმაოდ. გადავიდეთ. აი. ხო, ეხლა გავაკეთოთ განტელით. ხო. ერთი ფეხი აქეთ. მოდი მეც ავიღებ, ხო, ესეც განტელს.
აქაც წელი ჩაგდებული და ნახე ბოლომდე გავხსნით და შემოვიტანე. როგორც ხელით ბიცეპსით არ შემოიტანე. ზურგით. აბა როგორ? აი ეს აი ამ ნაწილით, ხო? ხო. ეს არის გვერდით. კი. კარგი, ხო, ცადოთ. ფეხი? ხო. ესე? ხელი ესე მოკიდე. ჩააგდე. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, როგორ პოზიციონირებას უკეთებ. სხეულს? ეგრე, ოღონდ მაგ ხელაზე სამოდან არ გინ. აი ეს. აჰა. კი, ბოლომდე გახსენე. ცოტა ამოვიწიოთ, ხო, ზემოთ? კაია. დგომაც ნორმალურია. დგომაც ნორმალურია. 10 ერთ ხელს, 10 მეორეს. საკმარისი. კი ბატონო, ხო მეორე ხელი, ხო? მეორე ხელი. დავიწყოთ 10-10-ით. კი. და შეგვიძლია გავზარდოთ. როგორც წონა, ისევ რაოდენობა. თუ უბრალოდ რაოდენობას არ რაოდენობას სწორად უბრალოდ წონას ვთქვი. უფრო ხარ უნდა ჩავიტან? ხო, ხელს ბოლომდე შლი. აჰა, აი კიდევ ბოლომდე, ესე ფაქტიურად. ხო, კიდევ ზურგი ბოლომდე გადაშორეთ, შემოიტანე. გადაშორეთ. და გვერდი უფრო ირთვება, მარც არ იხარ. რაც უფრო ქვემოთ ჩავიტანთ ხელს. 9 და ესე 10. საკმარისი. საკმარისია, ხო? მეორე ჩარტისთვის რამდენიმე ძალიან კარგი პროდუქტიული ვარჯიში საკმარისი იყო. ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენ ისევ დავბრუნდებით, ისევ თქვენთან ვიქნებით, სულ რამდენიმე წუთში, ისევ ზურგის ვარჯიშებით დათოსთან და ალექსანდრასთან ერთად, ასე რომ არ გადართოთ. კარგად. მაშასა ჩვენ ისევ დაბრუნდით ჯიმერთიდან, მე და დათო ისევ თქვენთან ერთად ვართ და ვარჯიშობთ ზურგის სპეციალურ ვარჯიშებს, რომლის მეშვეობითაც ჩვენ უფრო გავალამაზებთ და მოხდენილს გავხდით ჩვენ ზურგს, ასე რომ აყვყევით და არ გამოტოვოთ არც ერთი ჩვენი ჩართვა. თუ გამოგჩა წინა ორი ჩართვა, აუცილებლად გადაახვიეთ, მოგვიანებით და ნახეთ ის კარგი რჩევები, რომლებიც დათო მოგცა ყველას ერთად, ასე რომ დათო მოდი არ დავკარგოთ სრო და დავიწყოთ კიდევ ვარჯიში, აქ ყველა დავართ ჩვენ, აქ გვაქვს სავარჯიშო ერთი ძალიან საინტერესო. შეიძლება აქ ყველაზე განიერი კუნთები უნდა ჩავრთოთ ზურგს. ეს როგორც ვიცი, ზურგის გასახურებელი ეს არის ძირითადი, როგორც ეგრეთ წოდებული ბაზა. მთლიანად ზურგს ავარჯიშებთ. აბა ნახე როგორ ზივარ. წელი ჩაგდებული, ეს უკან გამოიწია ცოტა და ნიკაპამდე ჩამოიტანე. აჰა, ანუ ნიკაპს უნდა ჩამოწეს. აი, ოდნავ და მეტი არ ჩამოხოთ. ბოლომდე გაშალე. აი ეგრე. ზემოთ ბოლომდე ვშლი. კი, ნიკაპს ქვემოთ არ ჩამოიტანო. ეხლა საკმაოდ დაბალი წონაა, თუმცა სადემონსტრაციო ჩვენიერი. გასახურებლად გაიწონა. ცოტა რომ მოუმატეთ, მე გართულდება. შენ ამდენზე აკეთებ. მე, ხან როგორ გააჩინა. ზიმეზეც ვარჯიშობ, სუბუგზეც ვარჯიშობ. მე მძიმე წონები არ მეყვარს საერთოდ. ხო, ყველაფერს თავის დატვირთვა და ფუნქცია აქვს, ხო? ამას რამდენს ვაკეთებ? ეს ახლა რო ხურდებით, გავაკეთოთ 20 ჯერ. საკმარისი. 20. კი ბატონო, მე მგონი 20 გავაკეთე და გადავიდეთ სხვა ტრენაჟერზე, ხო? ახლა მოვიდეთ აქეთ. ნავში ჩავჯდეთ. სად ჩავჯდეთ? ნავში. ნავში ვჯდებით? ფეხები გაასწორე, უკან დაჯექი კიდე ცოტა უკან. წელი გაასწორე და ნახე ხა ბოლომდე გადმოდიხარ, კიდე. ეხლა წამოდი წელით. წამოდი და ხელები შემოიტანე. და ხელები უფრო მოვზიდოთ, ხო? ანუ ბოლომდე მივიდეთ, ჯერ წელი და ბოლოს ხელები. კი. ზურგ გადაშალე კიდე, აი ეგრე. კი. კაია. ძალიან კაია. ეს ცოტა რთულია, შეგიძლია 12 ჯერ, 14 ჯერ და დაისვენ. ეს კარგია. ასე რომ ამოხვალ და ხელები შემოიტანე. ო, ეგრე. ანუ რაღაც მომენტში ფიქსირდებით და შემდეგ უკან მოხობს ხელი. ეს არის ზურგის ვარჯიშები. კი, არა, მთლიანი არ არის, უკვე ცოტა ქვედა ნაწილი არის გარე კუნთი. კონკრეტული ქვედა ზურგის კუნთი, ხო? კი. ანუ ეს გასახურებლად კარგია. კი, მე წონას რომ მოვუმატებ, უკვე ცოტა რაოდენობას დავაგებთ. გამეორებას. всё საკმარისია უკვე.
საკმარისია და მე მგონი დღეს გვეყოფა, ხო? იმიტომ რომ დღეს გვეყოფა ნამდვილად. კი, საკმაოდ ბევრი საინტერესო ვარჯიში გავაკეთე, საინტერესო რჩევა მოგვეცი როგორც ყოველთვის და მაყურებლებს შევახსენებთ, რომ მე ყოველ დღე შემოგთავაზებთ ფიტნეს კლასებს, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში შენთან ერთად ჩავერთვები ხოლმე და ძალიან მაგარ რჩევებს მოგცემთ, ასე რომ არ გამოტოვოთ არც ერთი ფიტნეს კლასი და იყავით ყოველდღიურად GDS დილის პირდაპირ ეთერის მაყურებელი. დროებით გემშვიდობებით, მადლობა კიდევ ერთხელ და. კარგად. კარგად. Yeah.